ვიყავი 12 წლის. რამდენიმე დღის ჩამოფრენილი, ბოლო თვითმფრინავით, რომელსაც ჩამოსაგდებად მოსდევდა აფხაზების კატერი, მაგრამ ჩვენი თვითმფრინავი გადარჩა. იმის წყალობით, რომ თბილისიდან ჩაფრენილი მეომრების თვითმფრინავი ჩამოაგდეს იმ დღეს. სუსტად ჩვენ უყურებდით თვითმფრინავი და როგორ იწოდა ეს თვითმფრინავები. გადატენილი იყო თვითმფრინავი მოსახლეობით, ქალებით, ბავშვებით, უნიტაზეც კი იდგნენ. დევნილი ქალბატონები, ბავშვები უმთავრესად ბიჭექით და არასოდეს არ მავიწყდება პილოტის ხმა. შეიძლება ვერ დავჯდეთ. შეიძლება ჩამოვარდეთ და ყველაფრისთვის მზად იყავით. მაგრამ მოხდა ისე, რომ დავეშვით შვიდობით და 27-ში იყო ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მტკივნეული დღე, რომელიც შლეიფად მომყვება მთელი 32 წელია. რიცხვი უკვე შუა დღე იყო დღე, როდესაც ქალაქი ფაქტურად დაეცა. თქვენ იცით, რომ ქალაქი საერთოდ ალყაში იყო და გამოღწევა ჩვეულებრივი გზით ვერანაირად ვერ ხერხდებოდა და ამის შესაძლებლობა არც იყო. აქეთ მოჩამჩირეს მხარეს კოდორთან, მდინარე კოდორთან რუსის დესანტი იყო გადმოსხმული და ქალაქი ალყაში ჰყავდათ მომწყდეული და ჩვენ მოგვიწია გადმოსვლა ალპური ზონით, აი სვანეთისკენ მიმავალი გზით. ეს იყო საშინელება, ტრაგედია, ყველგან სიკვდილი, ყველგან მკვდრები, ცხედრები. ვიცით ზუსტად ვინ არის ჩვენი მტერი, დევნილებმა, მე ვიცი ვინ არის. ეს არის რუსეთის იმპერია, რომელიც დღემდე არ არის დანგრეული და ჩვენ ჩავხედეთ თელმა საქართველომ ამას უნდა ენდოს, აი მათ პატარა ნაწილს, 300,000 დევნილს. ჩვენ ჩავხედეთ მტერს თვალებში და ჩვენ ვიცით, რომ ეს საფრთხე შესაძლებელია, რომ განმეორდეს.